მაშ მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო. კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება ჩემ არხზე. და თქვენი, უმრავლესობა კითხვები, რაც შემოდის, რა თქმა უნდა, არის პირადულზე, გაინტერესებთ პირადული და ამიტომ ვშლი მეც უფრო ხშირად პირადულზე. თორე ისე არის კიდე სხვა აქტუალური თემები და თუ გენდომებათ და დაინტერესდებით, შეგიძლიათ მომწეროთ და თქვენთან ერთად გავშლი მეც. რამოდენიმე კითხვა შემომივიდა, რა თქმა უნდა, პირად ურთიერთობებზეა და ნახოთ აბა. გადავავლოთ თვალი. ერთ ვარიანტზე მექნება გაშლა და გინდათ უყურეთ, გინდათ ნუყურებთ, თქვენი ნება. მადლობა თქვენი ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის და გამოწერისთვის. და გავაგრძელეთ ჯერჯერობით. დავიწყოთ ესე, რა ენერგიები შემოდის, ეს გავარკვიოთ. მთლიანობაში ზოგადად რა ენერგიებია შემოსული, ნახოთ. რა ენერგიებია შემოსული. ენერგიები როგორია, იცით, პოზიტიურია და შეიძლება ითქვას, რომ რაღაცებს საქმიანობ, რაღაცებს ვაკეთებთ, უფრო საოჯახო, საახლის, ესეთი საყოფაცხოვრებო იტყვით, ხო? საჭირო რაღაც ნივთების, რაღაც მზადება, რაღაც სიტუაცია, ცოტა მოწყენილები ვართ, ნახეთ. დარდი, ნახველი, მოწყენილობა, ახლა ზოგადად ხსნი, რა თქმა უნდა. და ასევე არის რაღაცა ლოდინი, რაღაც მოლაპარაკება. შეიძლება შორიგზიდან, შეიძლება რაღაცას ამბავს ელოდებით და ის ადამიანი გზაში, უფრო არის დარდი ადამიანზე, თორე მთლიანობაში ცუდი ენერგიები პრინციპში არ არის. უბრალოდ ხო არის, რომ სევდა მოგაწვევად ხოლმე, განსაკუთრებით ეხლა, ესეთი მომენტია. კარგით, ვნახოთ ეხლა თქვენ ჩაიფიქრეთ ის ადამიანი, ვინც გაინტერესებთ და მისი მდგომარეობა ჯერ რა, ესე ზოგადად სიგნიფიკატორივით მისი მდგომარეობა. თქვენთვის საინტერესო ადამიანისება. გადასარევად გრძნობს თავს, პოზიცია როგორია, იყურება წინ, პასიურია, ვერ ვიტყვი, ძალიან აქტიურია, მაგრამ სტაბილურობის მოყვარული ადამიანია. ზის და რაღაცა თავის სიტუაციაში კეთილმოწყობილია, რო იტყვიან, მაგრამ იცავს პოზიციებს. აქ ამოდის, შორიდან გიყურებთ, გადევნებთ თვალს. შეიძლება სოციალური ქსელებიდანაც არაა ხა ეგ დღეს გასაკვირი და რაღაც ამბავს გაიგებთ რა. მოკლედ მაგ ადამიანზე, რომელიც, აქ ამოდის ქალი, სხვა ქალი, ქალისგან მოდის ამბავი. ვინც გაინტერესებთ მაგ ადამიანზე. პერსონა ქალი გეტყვით ამბავს, გაგაგებინებთ ამბავს. მაგრამ თქვენ იმედიანად ხართ რაღაცას ელოდებით. ჯერჯერობით ეს იყო, რაც ამოვიდა სიახლე. პოზიციების დაცვა ან შორს არის დადისტანცირებულია ეხლა თქვენგან და შეიძლება შორიდან გადევნებთ თვალს და რახან ესეთი სიტუაცია ამოვიდა, მაშინ ითხვაც აქტუალურია. რა ხდება მის გულში, მისი საიდუმლო ფიქრები. ეხლა ეს ადამიანი, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ რეალურად, ხო, ვინც გაინტერესებთ, რა ხდება მის გულში, მისი საიდუმლო ფიქრები. იმას, რასაც არ ამჟღავნებს, არ ამხელს, ხო? და მისთვის გულში ინახავს. რა ხდება მის გულში, ამ ადამიანის გულში, მისი საიდუმლო ფიქრები. აბა ნახოთ. ორი სიტყვით არ იქნება ხა დიდი ეს ვიდეო. გადავსებულია გრძნობით. ადამიანი არის, რო იტყვიან, რომ გადაივსო. რო ავსებ ჭიქას.
ბოლომდე და ხომ გადმოდის მერე, გადავსებული ხო, აი ესეთი მომენტი აქვს, ემოციონალური ფონი აქვს ძალიან დიდი. ანუ ეხა ესეთი სიტუაცია არის. ან გადავსებულია ბედნიერებით, ან გადავსებულია, რა თქმა უნდა, უარყოფითით. ამ შემთხვევაში მინდა გაგიწმილოთ გული, ანუ იმით რომ თქვა, რომ ეს ადამიანი ბედნიერებით არის გადავსებული, არა, ემოცია არის ორი, ან უარყოფითი, ან დადებითი. ამ შემთხვევაში აქ ფიგურირებს უარყოფითი ემოცია. გადავსებულია გრძნობით, ოღონდ უარყოფით კონტექსტში, დანეგატივებული და ეს არის გულგატეხვა, გულგანგმირვა, გაწბილვა, იმედგაცრუება, ღალატი, ტყუილი, საერთოდ რა, ზოგადად აი გული რო გაგიცრუდება ადამიანს და ისე ამოდის დისტანცია, ანუ შორიდან თვალის დევნება, თავის პოზიციების დაცვა, აი ადამიანი ჩასაფრებული როა. ოღონდ ეს არის, ნახეთ, მანძილიდან, დიდი მანძილიდან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეხა უფრო მეტად ამოვიდა თუ არის სხვა ქალაქში, ან თუ ეს მანძილი თქვენ გაშორებთ. აი ესეთი ადამიანებისთვის ამოვიდა ეს უფრო. შეიძლება ეხლა ერთ ქალაქში იყოთ და უბრალოდ მართლა დისტანცია იყოს და მანძილი იყოს, იმიტომ რომ ვერ ხვდებოდეთ ერთმანეთს და სოციალური ქსელებიდან იყურებოდეს, ეს მომენტიც არის, მაგრამ აქ ამოდის უფრო აი შორი მანძილი. რაღაცას იღებს, რაღაც გადაწყვეტილებას იღებს. შეიძლება თქვენთან დაკავშირებთ, აი გაციებულია ეხლა ამ რახან ესეთი კარტი ამოვიდა, რაღაცა გაციებული. ნახოთ, აბა რა გადაწყვეტილებას მიიღებს თქვენთან დაკავშირებთ. რახან ასე წავიდა საუბარი და ასეთი ინფორმაცია მოდის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს თქვენთან დაკავშირებით. მე იმდენად დიდი პრობლემა მქონდა, ისე განვიცადე, პლუს აქ არის ორთაბრძოლა, მარტო თავის თავს კი არა. მის ირგვლივ ყველასთან კონფლიქტი აქვს ამ ადამიანს. რომ მე აი ამ ყველაფრის მერე, აი ამ ქაოსის მერე, რო იწვიან, მინდა ეხლა დავლაგდე. ანუ ნახეთ, გამარჯვება ამოდის, ანუ ბრძოლობს, ეხლა ეს ადამიანი არის პროცესში. შეიძლება მის თავში ბრძოლობს, არ გამოვრიცხავ, მაგრამ ამოდიან აქ პიროვნებები, ვისთანაც ბრძოლობს, თუმცა დარტყმა ქონია, ვერ გამოვრიცხავ, მაგრამ ამას უნდა რომ გაიმარჯოს და ანუ მიდის ბოლომდე, აი ვა-ბანკზე წავალ. ეს ეხლა არ ვიცი თქვენთან მიმართებაში ხდება თუ მის ცხოვრებაში ხდება, მაგრამ ფაქტია. ინფორმაცია მოდის ასეთი. ერთი პერიოდი ამოდის და მიაღწევს გამარჯვებას, ანუ დაახლოებით 1 თვე რა, მაქსიმუმ. არქი მაშინ თქვენთან მიმართებაში, ეხლა როგორ არის ამ აწყვდროში თქვენთან მიმართებაში, რა კავშირი აქვს მას? აქაც პასიური, ოღონდ მეტვალყურეობის დონეზე, აი მის თვალთახედვაში ხართ მოქცეული, აინტერესებთ და აქ ძალიან დიდი ვნება. ეხლა ნახეთ, სხვადასხვანაირი ინტერპრეტაცია აქვთ ტაროლოგებს ზოგადად ამ კარტთან დაკავშირებით. მე ჩემი გამოცდილებიდან, ჩემი ენერგიებიდან, ჩემი სიტუაციებიდან, ეხლა მე არ ვიცი ვის როგორ, ნახეთ, ყველას აქვს თავის თავზე დაპრაქტიკებული, ხო? მე თუმეტეს წლების განმავლობაში რო შლი და იცი უკვე ეს ინსტრუმენტი. მარტო ვნება არ არის ეს. აქ არის თვალთმაქცი სიტუაცია, ადამიანი, რომელიც თვალთმაქცობს, ბოლომდე არ არის გულახდილი, რაღაცას მალავს და აქ ის შავბნელი გავლენა. შავბნელი გავლენა რა არის? როცა არ არის ბოლომდე შენთან გახსნილი. ან გპირდება რამეს და ვერ ასრულებს და დრო გადის, ან და იქცევა ისე, რომ აი შენთან ესია და სხვასთან, ანუ ვერ გაიგებ. აქ ეხა ვარიანტები შეიძლება მე ძალიან ბევრი ჩამოვთვალო. ერთი ის, რომ ყველაფერი არაკანონიერს ეხება, რას? ანუ
თუნდაც ურთიერთობა, რომ არაკანონიერი იყოს თქვენთან, ანუ და დამალული იყოს, დაფარული იყოს, ეს ვარიანტიც არის. კიდევ ვიძახი საჯარო გაშლაში ზოგად ინფორმაციას ვიღებთ და ეს უტყუარია, მაგრამ პირად გაშლაში, როცა ვიცი სახელი, იქ უკვე კონკრეტულად კარტი პასუხობს. და ამ შემთხვევაში დაფარული ფიქრები შეიძლება გქონდეს ვნების, ინტიმის, სექსუალური კუთხის. თუმცა ვერ გამოვრიცხავ, რომ იზიდავს, ანუ ავხორცული ესეთი როგორ გითხრათ, ფიქრები და გრძნობებიც აქვს, რა თქმა უნდა. ოღონდ უფრო ხორციელი სიამოვნების დაკმაყოფილების მიზნით. მაშინ ვნახოთ, აბა, სერიოზული თუ აქვს. ეს გავიგეთ, რომ როგორც კალი ცეცხლს უმთებთ, მაგრამ გრძნობა ხო სხვა რამეა. თუ აქვს გრძნობა. ეხლა ამოდის აქ the judgment, ეს ნიშნავს, რომ ენერგიები აღდგენისკენ მიდის, მაგრამ ყველაფერი წყდება ზემოთ. ნახეთ, მისტიციზმში, ეზოთერიაში, იგივე რო ავიღოთ ის ძველი ცოდნები, დაფარული ცოდნები, რა თქმა უნდა, გნოსტიციზმი, რაც ზემოთაა, ის ქვემოთაა, არის სამყაროს კანონი. ეს ჩვენ ცუდი გაგებით გვესმოდა ყოველთვის, მაგრამ ესე არ არის. ჯერ წყდება ყველაფერი ზემოთ. ზემოთ მიიღებენ გადაწყვეტილებას და მერე ჩამოდის ქვემოთ და მატერიალიზდება. შენ რომ აი ზაპროს რუსებს რო აქვთ, ხო? შენ რომ რაღაცა თემას განიხილავ და ამას აჟღერებ. რაღაცა გინდა, საკითხი. ეს ყველაფერი უნდა ავიდეს ზემოთ, იქ უნდა განიხილონ, იმიტომ რომ არსებობს სეციური იერარქია. და ასე შემდეგ, აღარ მინდა ეხა ამაზე ვისაუბრო, ვრცლად ეს ყველაფერი უნდა განიხილონ ზემოთ, რომ მერე მოხდეს ამის პროცესში შესვლა, მატერიალიზაცია და შესრულება. ანუ ნახეთ, მუშაობს. ამ შემთხვევაში კარტი მესაუბრება იმაზე, რომ პროცესი მუშაობს, ანუ ამოქმედებული ამ საკითხს განიხილავენ, აღდგენის ენერგიები მოდის და ახალი დასაწყისიც იქნება, მაგრამ თქვენ ყველა ადამიანის თავისუფალი ნება არსებობს. ამას ითვალისწინებს ყველა ძალა, ყველა სისტემა. და იმ მომენტში, იმ კონკრეტულ მომენტში ჩვენ ვაკეთებთ ვარაუდს, ეს არის ზოგადი ვარაუდი, პროგნოზირება, მაგრამ შენი ცხოვრება გეკუთვნის შენ წყვიტავ, ყველას ვეუბნები ამას. კარტმა რა უნდა გადაგიწყვიტოს? კი, გეტყვის, რჩევას მოგცემს. იმ ვარაუდსაც, თქვათ 80% გეუბნება, მაგრამ იმ მომენტში, იმ კონკრეტულ მომენტში შენ როგორ მოქმედებ, ამაზე არც კარტია პასუხისმგებელი და არც არავინ, იმიტომ რომ შენ გევალება ეს. როცა ადამიანს ეუბნები მოითმინე, გაჩერდი. ანუ ეხლა გადაყლაპე და მერე და ის ადამიანი ემოციონალურ ფონზე იმ მომენტში, როცა მისთვის სასურველი მომენტი დგება იმ მეორე პიროვნებასთან ერთად და გადმოანთხევს ნეგატივს და ის პიროვნება გარბის და ურთიერთობა მათ შორის, ასე ვთქვათ, წყდება, ყოფილა ესეთ შემთხვევები, ხო? კარტი გაფრთხილებს, რჩევას გაძლევს. შენ გაითვალისწინებ, ნება შენია. არ გაითვალისწინებ, მაშინ უკუ შედეგი აქვს. ხო და ესეც უნდა ვიცოდეთ. ჩვენზეა დამოკიდებული. მივიღებთ რჩევას, მოусმენთ ყველას, მაგრამ როგორ გადავწყვიტავთ? ჩვენი თავი, ჩვენ გვავალია. ამიტომ ზემოთ იღებენ გადაწყვეტილებას, საკითხი პროცესშია, მუშავდება, დანარჩენი თქვენზეა დამოკიდებული. და ბოლოს, რას ურჩევდით იმ რესპონდენტს, ვინც ახლა უყურებს ამ ვიდეოს, ამ ადამიანთან დაკავშირებით, პირად ურთიერთობასთან დაკავშირებით, აი როგორ მოიქცეს კონკრეტულად ამ ადამიანზე, ვინც არ უნდა იყოს ის. რჩევა.
advice. აქ ამოდის პოზიტიური, ლამაზი, ჰარმონიული ენერგიები, რაც იმას ნიშნავს, რომ შეინარჩუნოთ სტაბილურობა, სიხარული, ერთად ყოფნა, ბედნიერება და მოქმედება იქნება. რაინდი მოდის, გზაშია. და ყველაფერი გვირგვინდება ერთად ყოფნით. ან ურთიერთობით და თანაცხოვრებით, ან რა ვიცი, სასიყვარულო. შეიძლება შეხვედრაც მოხდეს პაემანი სადმე. ეს მოხდეს შეიძლება ქალაქ გარეთ, ლამაზ ადგილას, ბუნებაში, მაგრამ რაც თავარია, სამყარო ამოდის, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალი დასაწყისი არის, სამყაროს ესმის თქვენი, უბრალოდ მიენდეთ, გაეხსენეთ სამყაროს თქვენს. თქვენგან რა არის ახლა? ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ სამყაროს გაეხსნათ, გული გაუხსნათ. ადამიანი ვერ მოიზიდავს სიყვარულს თუ მუდმივ დაძაბულობაში, სტრესში და უარყოფით ნეგატიურ ემოციებში ხარ. შენ თუ სიყვარულის მოზიდვა გინდა, შენ თუ იმ ადამიანის კეთილგანწყობა გინდა, შენ თვითონ უნდა გამოსცემდე. აი როგორ მოეწონები შენ, როცა შენში არ არის ეს, ანუ შინაგანად უნდა გამოსცემდე ამ სიყვარულს, ეს იმპულსი, ეს ენერგია, რაც შიგნითა ის გარეთა, ანუ გამოიცემა გარეთ, გადადის სხვებზე და ის ადამიანიც, რა თქმა უნდა, ენერგეტიკულად მე თუნდაც შორს იყოს, არა აქვს მნიშვნელობა მანძილს აქ, ნახეთ, მანძილს არა აქვს მნიშვნელობა. მერე მოდის ის ადამიანი, გეწებება რაღაცნაირად უნდა შენთან ურთიერთობა, თვითონაც ვერ ხვდება რა, ხო, ვერ ხსნის, ენერგიაა და იმიტომ ეს უხილავი ენერგია. ამიტომ არის შესანარჩუნებელი ეს ზომიერება, ჰარმონია, რაც შეიძლება, ანუ თქვენ თავზე უნდა იმუშაოთ რა. მეც მიჭირს, ემოციური ვარ მეც, ანუ ბევრ რამეზე ადამიანი ვარ, ხო, მეც მაქვს ჩემი რაღაც რო იტყვიან, მაგრამ ვცდილობ, მუშაობ, ვსწავლობ თქვენთან ერთად, რა თქმა უნდა. თუ მოგეწონათ, დამილაიქეთ, თუ გაქვთ რამე კითხვები, მომწერეთ და აბა თქვენ იცით. დროებით.